სახელითა მამისათა და ძისათა და წმედისა სულისათა ამინ. გილოცავთ წმინდა დიდმოწამე ბარბარეს, ღირსი მამების ივანე დამასკელისა და ივანე პოლივოტელის ხსენებას. მერთმა მათი ლოცვებით დაგლოცოს, გვაკურთხოს და შეგვეწიოს ამ მძიმე ვითარებაში. ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მინდა გითხრათ ერთი ორიოდე სიტყვა. დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებული ეს გამოწვევები, ეს მოვლენები ერთგვარ რისხვას წარმოადგენს დასავლეთისა მოწევნულს ჩვენს ქვეყანაზე. სამი ძირითადი მიზეზი შეიძლება გამოიყოს ამისა. ეს არის ჩვენი ხელისუფლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ არ ჩაერთო ჩვენი ქვეყანა რუსეთ-უკრაინის სისხლის მღვრელ ომში და ფაქტიურად ამით ჩვენი ქვეყანა განადგურებას გადაურჩა. რაც რა თქმა უნდა მისასალმებელია. ისევე როგორც შემდგომი ორი ნაბიჯი მთავრობის მიერ გადადგმული. ერთი LGBT პროპაგანდის ამკრძალავი კანონის მიღება, ხოლო მეორე აგენტურის წინააღმდეგ მიღებული კანონისა. რამ გამოიწვია ახლა ჩვენი დასავლელი პარტნიორის, სტრატეგიული პარტნიორის განრისხება, რომელსაც მრავალი წელია ღია კარის პრინციპით სურს ჩვენი მიღება მათ დიდ ოჯახში. თუმცა არა ისე როგორც ჩვენ ვიცით ქართველებმა სტუმარ მასპინძლობა, არამედ ჩვენი ღირსებებისგან დაცლილს გველისის, ჩვენი ტრადიციების უარისყოფის საფუძველზე. არა როგორც ძვირფას სტუმარს და ოჯახის წევრს გვიღებს, არამედ უნდივართ როგორც მოსამსახურე, მოახლე და მონა. რადგან ჩვენ უნდა შევიდეთ არა ჩვენი წინაპრებისგან გადმოცემული ღირებულებებით, რომლის გულისთვისაც ჩვენი წინაპრები ოფს ღვრიდნენ, სისხლს ღვრიდნენ და ასე მოიტანეს ჩვენამდე ჩვენი ქვეყანა. არამედ სოდომური დღის წესრიგით. ქალი ქალზე თხოვდებოდეს, კაცი კაცზე თხოვდებოდეს და ეს გაუკუღმართებული ურთიერთობების მქონე ადამიანები შემდეგ ქმნიდნენ ერთ საერთო ოჯახს ევროპასთან, ამერიკასთან, რაც რა თქმა უნდა მიუღებელია. რა პარალელი შეიძლება გავავლოთ, რა ანალოგი შეიძლება მოუძებნოთ დღეს ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს. უკრაინაში მიმდინარე პროცესები, უკრაინის მიერ მიღებული შედეგი, რაც მოყვა მაიდანს, რაც მოყვა სქიზმის ლეგალიზებას, ცოდვას სასჯელი, სქიზმის აღიარებას ომი, აი ეს შეიძლება მოყოს ჩვენთანაც თუ პროცესები განვითარდება ისე როგორც დასავლეთი გვკარნახობს და გვავალდებულებს. ჩვენ კარგად უწყით, როგორ ჩაატარა დასავლურმა სპეცსამსახურებმა სპეცოპერაცია უკრაინაში. მათთვის მიუღებელი მთავრობა ჩაანაცვლეს, მოახერხეს და შეცვალეს მარიონეტული მთავრობით, რომელიც მათ ნებასორულს აღასრულებს, მათ დაკვეთებს აღასრულებს. ესენი როგორც წინა ხელისუფალი უკრაინისა პოროშენკო, ასევე დღევანდელი ზელენსკი არიან. ჩვენ ვიცით, რომ ევროპულ სპეცსამსახურებთან ერთად უკრაინაში იმოქმედა და ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ამ სიტყვის ალბათ ყველაზე უარყოფითი ფორმით და შინაარსით მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეუსმა. იგი ჩაერიარა სხვა ეკლესიის იურისდიქციაში, უხეშად დაარღვია ეკლესიის სამართალი და სქიზმა ცნო ეკლესიად.
სინანულის გარეშე თან. რა თქმა უნდა, ეს მიუღებელი და დასაგმოვი ფაქტი არის. არანაირი მადლმოსილება ბართლომეს და მის თანამოძმეთა მიერ აღიარებულ ამ თვითმარქვია საკრებულოს არ გააჩნია. არანაირი მადლმოსილება. ეს არის უშულოთ აკრებული და ვინც მათ თან აეზიარება, ისინიც უშულოებაში იმყოფებიან. სადაც ხსნა არ არსებობს. ამ მძიმე ცოდვას მოყვა სასჯელი. ერთი ის რომ რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო. შემდეგ ის რომ ჩვენ ვიცით სრულიად განადგურდა ფაქტიურად უკრაინული გენოფონდი. დღეს უკვე ჯარში იწვევენ არა არასრულწლოვან ბიჭებს, არამედ ქალებს და გოგონებსაც კი. როგორც ამერიკელი ხელისუფალი აცხადებს, კონკრეტულად კი ბაიდენი, ბოლო უკრაინელამდე ვიბრძოლებთ. ფაქტია იბრძვიან. ღმერთმა დაგვიფაროს ჩვენ, რომ ის რაც უკრაინაში განხორციელდა, ჩვენც ამის უფლება მივცეთ მათ. ჩვენ ესეთი მეგობრობა არ ვიცით, არ გვისწავლია და ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. შევეწირებით და ამას ჩვენს ქვეყანაში არ დაუშვებთ. არ შეიძლება არ აღინიშნოს ხელისუფლის მტკიცე პოზიცია, რომ იმედის მომცემია და გარკვეულწილად საამაყოა. რადგან უნებლიეთ გახსენდება ადამიანს ქართველ მეფეთა პერიოდის საქართველო. ავიღოთ ჩვენ ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, როგორ ჩაიბარეს მათ ქვეყანა, როგორ მდგომარეობაში. მაშინაც გვავიწროვებდა ჩვენ მტერი, მაშინაც იყვნენ იმპერიები ჩვენს წინააღმდეგ აღზრულნი. იქნებოდა ეს ბიზანტია, სპარსეთი, ოსმალეთი თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენი მეფეები იხდიდნენ ხარკს. ძლიერდებოდნენ, შრომობდნენ, იხწოდნენ, ძალას იკრებდნენ, იბრძოდნენ და იმარჯვებდნენ. მაგრამ ეს ყველაფერი მოდიოდა ეკლესიასთან მორჩილებით, ეკლესიის პატივისცემით. და მათი სახელები ოქროს ასოებით არის ჩვენს ისტორიაში ამოტვიფრული. ჩვენს მეხსიერებაში და ღვთისწინაშე ისინი დაფასებულნი არიან. ღმერთს სათნო იყვნენ და ქართულ ხალხს სათნო იყვნენ. ამიტომ განვადიდებთ ჩვენ მათ. და როდესაც ხედავ, რომ შენი ხელისუფალი მისი ქმედება, ემსგავსება წარსულში მოღვაწე ადამიანების ქმედებას, თუნდაც ჩვენს მიერ ხსენებული მეფეების ქმედებას და ცდილობს, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი, ქვეყნის დამოუკიდებლობა განამტკიცოს. ეს რა თქმა უნდა სასიხარულოა. თუ შენ ქართველი ხარ, უნდა გიხაროდეს ეს. მავანი 900-ს იქეთ. ამბობს, რომ ეს მიუღებელია. დასავლურ კურსს ეწინააღმდეგება. ჩვენთვის კეთილის მომტანი არ არის. როდესაც უამრავი ადამიანი გამოდის მოთხოვნით, მათი მოთხოვნა უნდა იყოს გათვალისწინებული. მაგრამ რა უნდა იყოს გათვალისწინებული? ის რომ ტრადიციები დავთმოთ, ღირებულებები დავთმოთ. და
ესე შევიდეთ რაღაც გაურკვეველ გაერთიანებაში? და რის სანაცვლოდ? ამ ქვეყნიური სიკეთეების სანაცვლოდ? როდესაც თვით ეს სიკეთეებიც ეჭვქვეშ დგას, თვით ეს კავშირიც, ევროკავშირიც სულ ზღაფავს. და აგერ-აგერ დაიშლება უკვე. ან გინდაც მივიღოთ ეს კეთილდღეობა, ქრისტე ჩვენ ამას გვასწავლის? რა ისარგებელ არს, კაცისა უკვე თუ სოფელი ესე შეიძინოს, ხოლო სულით ვისი იზღვიოს. სახარებაში მაცხოვარი გარკვევით ამბობს, ხომ? თუ ჩვენ ამ ქვეყნის სიკეთეებს შევიძენთ, გავმდიდრდებით, შევიმკვებით, მაგრამ სულ წავაგებთ, დავიღუპავთ ჯოჯოხეთისათვის, გავწირავთ თავს. გვინდა კი ჩვენ ესეთი სიკეთეები? მაშინ რატომ მოგვიწოდებ შენ აქეთკენ? ამერიკელო ეპისკოპოსო, მეუფესაბა, თქვენ მოგმართავთ. რატომ ლანძღავ ხელისუფალს? რატომ ეწინააღმდეგები მამებს, ვინც ქართველ ხალხს ღირსებით, ტრადიციებით, ცხოვრების წესს მიუთითებს? რატომღაც ვერ ვიხსენებ, რომ ხმა ამოგიყოს შენ ამერიკელი ხელისუფლის წინაშე? გემხილებინოს იგი. ჩვენთვის სასულიერო პირებისთვის, ვინც მოწოდებულნი ვართ ქრისტეს ეკლესიის სწავლება დავიცვათ, ზნეობრიობა დავიცვათ, ხომ მიუღებელი უნდა იყოს სოდომია? და როდესაც ამერიკელი ხელისუფალი ჩვენ გვავალდებულებს, რომ LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებული კანონი გავიწვიოთ, გავაუქმოთ, ამაზე ნუ თუ არ შეშფოთებულ ხარ, თუ არ გსმენია. ან ქვეყანა გიყვარს ადამიანს და აგენტების წინააღმდეგ მიღებული კანონი არ მოგწონს? თუ არც ეს არ გსმენია, რომ ამერიკა, ევროპა ამის გაუქმებასაც გთხოვს, თვითონ თავის ქვეყანაში კი იყენებენ და უფრო მკაცრი ფორმითაც. იქნება ჩაგეხედათ ამერიკის კანონმდებლობაში არის იქ ესეთი კანონი, ფარა, ხო, ეგრეთ წოდებული 1930-იანი წლებიდან მოქმედებს. შემდეგ შეადარეთ ჩვენთან მიღებულ კანონს და ნახეთ, რამდენად უფრო მკაცრი არის. თუმცა ერთს კი ვიხსენებ, მამათმავლური სოდომური დროშის ქვეშ ეკუმენისტურ ლოცვაში რო თანამონაწილეობდი. ხომ არ უარყოფ ამას? ან სადმე საჯაროდ ხომ არ მოგიბოდიშებია, შეგინანია. თუმცა რომელ ბოდიშზე ვილაპარაკოთ, აგერ ახლა ამ ეგრეთ წოდებულ მშვიდობიან აქციაზე მაცხოვრის გამოსახულებით კუბო რომ დაწვეს რიტუალურად, ესეთი გამართლება მოუწებდნენ, რომ მაცხოვარი იყო პროფილში გამოსახულიო და ეს მართლმადიდებლური ხატწერის კანონიკას არ შეესაბამებაო. და როდესაც ჩვენთან მოაქვთ ტაძარში ხატებიო, იგივე მაცხოვრის თუ სხვადასხვა წმინდანებისო და პროფილში არის გამოსახულიო, არ შეესაბამება რა მართლმადიდებლური ხატწერის კანონიკას, ამათ ვწვავთო ჩვენ. და ამ მიზნით დაწვეს ახლა, ხომ ამ მშვიდობიანმა აქციონერებმა და მომიტინგეებმა ეს მაცხოვრის გამოსახულებიანი კუბო. რადგან მათთვის არაკანონიკური ხატი მიუღებელია. სირცხვილია ესეთი დამოკიდებულება.
სამწუხაროა ის, რომ ადამიანები უსმენენ ესეთ სასულიერო პირებს. და როგორც შემდეგ ირკვევა, ბევრი უჯერებს კიდეც მათ. და იგივე სახარებიდან ვიცით ჩვენ, რომ ბრმა თუ ბრმასა წინა უძღვის, ორნივე მთხრებსა შთაცვივიანო. არ ვისურვებდი არც თქვენთვის და არც თქვენი მრევლისთვის თუ თქვენი მსმენელისთვის დაღუპვას. ღმერთმა სინანული მოგცეთ, საკუთარი ცოდვების განცდა. ჩვენ ყველას მოგცეს, ჩვენი ცოდვების განცდა, ყველას გვაქვს ჩვენი სისუსტეები, მაგრამ როდესაც ესეთ საჯარო საკითხებს, საქვეყნო საკითხებს, მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება და არა მხოლოდ პირადულს, აქ უფრო მეტი წინდახედულება საჭირო. არ არის აუცილებელი თქვა რაღაცა. თუ არ იცი, შეიძლება გაჩერდე. შეიძლება მავანმა თქვას, აქებს ხელისუფალსო, ხარი არისო. მე გიპასუხებდით, კი, ვაქებ ამ ნაბიჯებისთვის ხელისუფალს. და რომელ ქართველს არ გაუხარდება ეს? და ჩვენ გვაქვს ამის უფლება. გვაქვს ამის უფლება, იმიტომ რომ თითოეული ნაბიჯისათვის, რომელიც ხელისუფალს საფრთხო კანონების წინააღმდეგ გადაუდგამს, ჩვენ ხმა მოგვიღია. გავიხსენოთ ის კანონები, რომელიც ჩვენმა ხელისუფალმა მიიღო რამოდენიმე წლის წინ. კანონები, რომლებიც საფრთხო კანონებთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. ჩვენ მათ შევაგონებდით, ვამხელდით. შეგახსენოთ, რომელი იყო ეს კანონები? ანტიდისკრიმინაციული კანონი. პირველი, რომლის ფაქტიურად ანულირებასაც ახდენს დღეს მიღებული LGBT პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონი. მეორე დავასახელოთ, ნარკოლიბერალიზაციის შესახებ მიღებული კანონი. მესამე, იუვენალური იუსტიციის შესახებ კანონი. მეოთხე, ბავშვთა უფლებების შესახებ კანონი, ეგრეთ წოდებული ბავშვთა უფლებების კოდექსი. და დღესაც ჩვენი დამოკიდებულება ესეთია, რომ როგორც ანტიდისკრიმინაციული კანონის ანულირება მოხდა LGBT პროპაგანდის საწინააღმდეგოდ მიღებული ამ გრძელავი კანონით, ასე უნდა მოხდეს ამ ხსენებული დანარჩენი სამი კანონის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმა ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ მოუწოდებთ მათ, შევაგონებთ, ვთხოვთ და თუ ამის საჭიროება დადგება, ვამხელთ. და ამიტომ გვაქვს ჩვენ ამისი უფლება. არსებობს კიდე ესეთი ცუდი პრეცედენტი კოჰაბიტაციისა, ეგრეთ წოდებული. რასაც ცდილობენ გარკვეულწილად ესეთი გამართება მოუძებნონ, რომ ჩვენ ხელისუფალს არ ქონდა ის რესურსი, რომ წინააღმდგომოდა დასავლურ წნეხს. გარკვეულწილად ეს ლოგიკური არის და საფუძველი აქვს. ჩვენ ხომ ხედავთ, არა, რამხელა ძალები არის მომართული ჩვენ საწინააღმდეგოდ. რამხელა მანქანასთან უწევს ჩვენს ხელისუფალს ჭიდილი და ქართულ ხალხს. გასაგებია, მაგრამ გაუგებარი და მიუღებელი არის ის, რომ ჩვენ გადავიხადოთ ხარკი ზნეობრივ სულიერი კომპრომისების სახით. ზოგადად ხარკი კი არ არის მიუღებელი და დაუშვებელი, არამედ ამ სახით გაღებული ხარკი. ზნეობრივი სულიერი კომპრომისების გზით გაღებული ხარკი. ამდენად
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ საკითხებში ვიდგეთ ერთად, ეკლესიის ხმას ვისმენდეთ და ჩვენი ორიენტირი იყოს ქრისტეს სწავლება და არა დასავლეთისა თუ ჩრდილოეთისკენ ვისწრაფდეთ, არამედ მათზე მაღლა ღვთისაკენ გვქონდეს სწორება. საქართველო არ მოსულა დღემდე არც დასავლელი მეგობრების, არც ჩრდილოელი მეგობრების და არც არავის დახმარებით. საქართველო დღემდე მოიტანა იმ სულისკვეთებამ, რომელიც გადმოცემული არის ვახტანგ მეფისა და დავით აღმაშენებლის ანდერძებში, რომ ქრისტესთვის სიკვდილს ვეძიებდეთ. და არ ვღალატობდეთ ჩვენს სიკადულს, მართლმადიდებელ სარწმუნოებას, ერთადერთს ჭეშმარიტს და მაცხოვნებელს. ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თითოეულმა ჩვენგანმა გავიაზროთ და ჩვენს ირგვლივ ადამიანებს, ჩვენს გარემოცვას მივასწინოთ ხმა. მით უმეტეს დღეს ამბობენ, რომ ზოგიერთი დაბნეულია, შეცდომაშია შესული, ჯერ როგორ შეიძლება უკვე ამდენი ხნის განმავლობაში ხედავდა იქ აქციებზე რა ხდება და კიდევ დაბნეული იყო. აქ ხომ ცხადზე ცხადია რაც ხდება რა. LGBT დროშას ოფიციალურად აფრიალებენ. ეკლესიას ლანძღავენ საჯაროდ, პატრიარქს ლანძღავენ, ტაძრებში უვარდებიან მღვდლებს. და რით განსხვავდებიან ისინი ბოლშევიკებისგან მაშინ? მშვიდობიანი მომიტინგეები? ქვებს რომ ესვრიან, სამართალდამცავებს, შურდულებს ესვრიან, მოლოტოვის კოქტეილებს ესვრიან და ამგვარად თავებს უტეხავენ, ასახიჩრებენ და ცოცხლად წვავენ. ეს არის მშვიდობიანი პროცესი. თუ გამოხატვის თავისუფლება არის, ამას გვთავაზობს ჩვენ დასავლეთი და ამას გვისაღებს ჩვენ დასავლურ ღირებულებად? ჩვენი შვილები არიანო, არ შეიძლებაო მათი ცემაო. კი, მართალია, ჩვენი შვილები არიან. მაგრამ სამართალდამცავები ვინ არიან? ჩვენები არ არიან? მათი ცემა, მათი მოკვდინება შეიძლება? როდესაც ჩვენ ყველანი ერთად უნდა ვაშენებდეთ ჩვენს ქვეყანას. ღმერთმა დაგვიფაროს და დაგვიცვას ამ სატანური ზემოქმედებისაგან, რომელსაც დასავლეთი დღეს ჩვენ გვთავაზობს. ღმერთმა დაგლოცოს და გვაკურთხოს და გვარიდოს ყოველგვარ გაუკუღმართებას. დღეს ხსენებული წმინდანების ლოცვები